პოლიტიკური შეფასებების თემაა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი. აღნიშნული თემა ევროპარლამენტში ინიცირებულმა წინადადებამ გააქტიურა. პოლიტიკური ჯგუფის პატრიოტები ევროპისთვის ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს უნგრელ დეპუტატს ევროკავშირსა და ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით აქვს კითხვები. აღნიშნულმა ინიციატივამ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ქართული ოცნება რევოლუციის მოწყობის მცდელობასა და დაფინანსების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. ეს კი იმ ფონზე, რომ ბრიუსელი საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გამო დაფინანსების მიმართვას ახლა სამოქალაქო სექტორისკენ გეგმავს. პირველადი ინფორმაცია აქვს ახლა რომელ ორგანიზაციებში მიდის რა თანხები. და იქ ხა თანხებზე იყო დავა, საფარმა 900.000 აიღო თუ 200.000 აიღო და მოუწიათ საბოლოო ჯამში თვითონ გასაჯაროებას აქედან გამომდინარე როგორ ნაწილდებოდა ეს თანხა და მე მგონი კიდევ უარესი რამე გავიგეთ. აღმოჩნდა რომ ეს 900.000-ები, 2 მილიონიანი პროგრამები, 9 მილიონიანი პროგრამები არის გადანაწილებული იმ რადიკალურ პოლიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც მოქალაქეები ხედავენ, რომ გამოირჩევიან სახელმწიფოზე თავდასხმით, გამოირჩევიან სიძულვილის ენით, გამოირჩევიან დეზინფორმაციით და გამოირჩევიან ადამიანის უფლებების უპატივცემულობით. ასე რომ ფაქტობრივად პირველადი მონაცემი გვაქვს იმ ანატომიისა, როგორ ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში. აი ზუსტად ეს NGO-ები აორგანიზებენ აქციებს, სადაც მოთხოვნა ჟღერდება ხელისუფლების დამხობა. აი ამაში იხარჯება დღეს სამწუხაროდ როგორც ჩანს ევროკავშირის ფული. ასე რომ ახლა უკვე ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე, ევროკავშირის საელჩოს მოედანზე ახსნათ რატომ აფინანსებდა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაშია ჩართული. როდესაც ჩვენ საუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ ყველაფრის მიზანი არის ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც შეეხება ევროპული მხრიდან, თავად საუბარს იმაზე, თუ სად იხარჯება ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხები, ძალიან ხშირად ამ თანხების გამოყენება ხდება არასწორი მიზნებისთვის, რომლებიც შეუსაბამოა ევროპულ ფასეულობებთან და ევროპულ ინტერესებთან.